Top 3 პროდუქტი, რის გამოც გაწუხებს მუცლის ცხიმი და გვერდები. პირველი, ტკბილი ფანტელები. ეს საუზმე წლების წინ შერაცხეს ჯანსაღ საუზმედ, მაგრამ ის რეალურად შეიცავს სწრაფ ნახშირწყლებს, რის გამოც თუ მას უზმოზე ჭამ, ეს იწვევს სისხლში შაქრის დონის სწრაფად მომატებას და შემდეგ დროის მოკლე მონაკვეთში მკვეთრ ვარდნას, რის გამოც უფრო მალე გშივდება და ვერ აკონტროლებ მადას დღის მანძილზე. მეორე, ნატურალური წვენები. ძალიან ბევრ ადამიანს გონია, რომ თუ გაზიანი საცმელების ნაცვლად მაღაზიაში ნაყიდ ნატურალურ წვენს დალევს, ამით ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს, რაც რეალობას არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ეს წვენები არაგაზირებულია და მაგ მხრივ ჯობია ტკბილგაზიან წვენებს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჯანსაღია, რადგან ის შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს და უამრავ სხვადასხვა დანამატებს. მესამე, გაყინული ნახევარფაბრიკატები. ნახევარფაბრიკატები, როგორებიცაა ხინკალი, პელმენი, ქაბაბი და ასე შემდეგ, საერთოდ არ არის ჯანსაღი. რადგან ის შეიცავს მცირე რაოდენობით დაბალი ხარისხის ხორცს და მარტივად გადიხარ კალორიების პროფიციტში. შეგახსენებ, რომ მე ვეხმარები კარიერით დაკავებულ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ იმის დრო, რომ ითვალონ გრამები და კალორიები, სწორი კვებით და კალორიების დეფიციტით, რეალისტურ დროში, დაიკლონ წონაში და გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი. თუ გსურს ერთად დავიწყოთ შენი წონის კლების მოგზაურობა, მომწერე პირადში და იქ განვაგრძოთ.